მადლობა გოგოებო, ძალიან მაგარია. ავდექით და სარბენად წამოვედით. ხო გოგოებო, აბა როგორ გრძნობთ თავს? დაღლილები ვართ. არა გოგოებო, ენერგიულად უნდა იგრძნოთ თავი. სად არიან კალათბურთელები? შენი ენერგია სად არის? თუ დაიღალე. არა კნოპა არ დავღილო, უბრალოდ ვკითხულობ სად არიან კალათბურთელები. ხო, გვითხრეს რომ წამოვიდოდნენ ჩვენთან ერთად სარბენად. სუსტები არიან. კარგი გოგოებო, წავიდეთ. სამი წრეც. მეგობრებო, შეხედეთ დიანას როგორი თვალები გავუკეთე. შეხედე მე როგორი მანიკური წაგვს. კარგი მეგობრებო, საკმარისია, დაასრულეთ თამაში და გოგოებთან წავიდეთ. თორე შეიძლება გაგვიბრასდნენ. ხო, წავიდეთ. ხო, მოვდივარ. რომეო, საკმარისია, გათიშე. ხო, ვთიშო. კარგი გოგოებო, ეს ბოლო წრეა და მე კიდევ ერთი ლატე მინდა. ნასია, ცოტა ხანიც მოითმინე. არა, კიდევ მინდა ლატე. გოგოებო, გამარჯობა. გამარჯობა კალათბურთელებო. ბიჭებო, ხვდებით რომ ჩაგეძინათ? ხო, რომ დაგვპირდით რომ 6-ზე წამოხვიდოთ. ტელეფონში თამაში შევყვებით. ხო, დიანა, მე ძალიან მაგარი მანიკური გაიგეთე. მე მაგარი დასაცმელი აგირჩი. საყვარელო, აქ ძალიან მაგარი ხარ. მალე თამაში კლუბში ერთად წავალთ. ბიჭებო, თქვენ თუ სიტყვას ვერ შეასრულებთ, არ იქნებით ჩვენ საზოგადოებაში. დიანა, ბოდიში, ეს მეორეჯერ აღარ მოხდება. ხვალდილის 6 საათზე აქ ვიქნებით. გოგოებო, თქვენ ამას გაუმკლავდით და მე ლატეს ავიღებ. ვინმეს უნდა კიდევ? ჩვენს გვინდა. დიანა, შენი თამაში ძალიან მაგარია. ხო, ბიჭებო, მეც ჩამithრია. სმაილ, იცოდე თამაში არ მოხვიდე ჩემთან. სხვათა შორის აღწერაში არის ლინკი. აბა გოგოებო, ვირბინოთ. ჩვენ მზად ვართ. სმაილ, სხვათა შორის ეს ბოლო წრე იყო. ახლა ნასიას ვალდებით და სკოლაში მივდივართ. გაგვიცნობდნენ 9 საათი დარჩა. შეგვიძლია ერთი წრე დავარტყოთ. ხო, ვირბენ კიდევ. ალექსა, შეიძლება? ბიჭებო, აქ კნოპაც არის. კნოპა არ ითვლება. მეგობრებო, დილა მშვიდობისა. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. არ მესმის 9 კლასი სად არის? მასწავლებელ მაიკ, მხოლოდ ბაჭიები და კალათბურთელები არ არიან. არ მომწონს ის ფაქტი, რომ ბაჭიები მეორე გაკვეთილზეც არ არიან. ალბათ კაფეში არიან და ჭამენ თავიანთ ვეგანურ სალათებს. მასწავლებელო მაიკის ხომ ბანია, რასაც უნდა იმას აკეთებენ, გაკვეთილსაც კი აცდენენ. კარგი მეგობრებო, მე ახლა გავალ და ბაჭიებს დავურეკავ და თქვენი ცუდად ჩუმად იყავით. ბაჭიებს ძალიან დაერხევათ. არა უშავს მაგათთვის პირიქით დაჭობებს. დაწყნარდით, ჩუმად უნდა ისხდეთ, თუ რა, ჩრილდერი ბანი გაწუხებთ? არა, არ გვაწუხებს, ამიტომაც ჩაგუშვით. არა უშავს მასწავლებელ მაიკი 4-ე ადგილზე მოიყვანს. გოგოებო, ბაჭიები ხო არ გინახავთ? მასწავლებელო მაიკ, ჩვენ ბანის არ უთვალთვალებთ, ხო, არ გვინტერესებს. კარგი, გასაგებია, მადლობა. გამარჯობა, მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, გაკვეთილზე რატომ არ ხართ? ახლა მოვდივართ. ბანი შარშია. ხო, უკვე მეორე გაკვეთილია აცდენენ დღეს სკოლას. ერთი უყურე რა. ჯანდაბა ბავშვებო, ნასტია კიდე არ დაბრუნებულა და მეორე გაკვეთილი დაიწყო. ხო, აქვე არის ეს დახლი, და აბა სად არის? და იქნებ სკოლაში წავიდა. ამას არ გაგვიკეთებდა. ხო, მართალია. კარგი, აქ რატო ვზივარ? წავიდეთ და მოვძებნოთ. ისევ. კარგი, კიდე ერთხელ დავურეკავ და თუ არ გვიპასუხებს, მაშინ სკოლაში უნდა წავიდეთ მის გარეშე. აუ, სად გავუჩინარდა? გოგოებო, არ მინდა შეგაშიოთ, მაგრამ კარგი აზრები არ მაქვს. ალექსა, შენი არც ისე კარგი აზრები შენთვის დაიტოვე. ნასტია ბრძოლობს, არაფერი არ დაემართება. რა? ტელეფონი გამორთული აქვს, ან დამჯდარი, ან მოპარეს. ხო, შეიძლება მოპარეს. ვახ, ეს უკვე ცუდია. კარგი, წამოდი სკოლაში წავიდეთ, იქნები გველდება. კარგი, წავიდეთ. შარში ვიქნებით სკოლაში, გაკვეთილებიც გავაცდინეთ და ნასტიაც დავკარგეთ. ლუზერებო, თქვენ არ მოგემსახურებით. და რატომ პიცა? ყოველთვის თქვენ მაგიდასთან არეულობაა. მაგრამ ლუზერებმა არ იციან სად არის ნაგვისურნა. აუ, რა სისულელეა. პიცა, ნახე, ჩემთან სისუფთავეა, კაკაო მინდა გთხოვ. აალაგეთ და მერე მოგემსახურებით. პიცა, რა მოხდა? აი, ის ისე ვარეულობაა, არ ალაგებენ. ლუზერებო, ანახლავე ყველაფერს დაალაგებთ. არ მოგიწევთ რომ კაფე დატოვოთ. და მე რა შუაში ვარ? ესენი ჩვენი ჭხირები არ არის. ხო, და არც ვიცით ვისი არის. სერიოზულად, თქვენი არ არის? ამ მაგიდაზე როდევს? მოკლედ ლუზერებო, სანამ ყველაფერს არ დაალაგებთ, თქვენ ვატეს ვერ მიიღებთ. ეს კაფეტერია არის და არა სამხატვრო ოთახი. ჯიჯი, მიდი დაალაგე. ხო, ახლავე. როვასტი. ჯული. მეგობრებო, რა ხდება? ყველანი გაკვეთილზე რატომ არ ხართ? ან ბაჭიები სად არიან, ხო არ იცით? მასწავლებელო მაიკ, ჩვენ სპორტი გვაქვს და ჩვენ გაგვათავისუფლეს. ქერა და შენ სპორტის გაკვეთილი გაქვს? მასწავლებელო მაიკ, მე ბიბლიოთეკაში გამაგზავნეს წიგნს წასაკითხად. რატომ არ შეიძლება რომ აქ წავიკითხო? ჰეი, ბლონდი, ეს ჩვენი კაკაოა. სხვათა შორის მასწავლებელო მაიკ, აქ არ არის ბანი. აიღეთ თქვენი კაკაო, კიდევ ერთი.
კიდევ ერთი ფურცელი და ჩვენ კაფეში აღარ შემოხვალ. კარგი, ესე იგი ბაჭიების მშობლებს უნდა დავურეკო. ვა, ბაჭიების ყველასაც დენენ, არა და რო გითხო მაღალი კლასის წარმომადგენლები არიან. პროვასტი, ეგ უბრალოდ სიტყვებია. მაგარი, ახლა ჯიჯი კაკაოს გარეშე დარჩა, პიცა, ერთი კაკაო მომიტანეთ, ხო? ხო, მაგარია, ნასტიამ როგორ მოგვექცა? დარწმუნებული ვარ მოვიდა და ჩვენ ორი გაკვეთილი გავაცდინეთ. ხო, ახლა მოვიდოდა. ალბათ უბრალოდ სკოლაში წავიდა. ხო, აი დაგტოვა და თვითონ მოვიდა, როგორ არა? ხო დავაჩვენებთ, რომ არასწორია და იქნებ უბრალოდ რამე დაემართა. რომეო, მოდი ცუდ რაღაცეებზე არ ვისაუბროთ ახლა. მაგარია, მეორე გაკვეთილი დამთავრდა და ახლა მასწავლებელ მაიკს უნდა ვუსმინოთ. ხო, რა თქმა უნდა, მასწავლებელ მაიკს უნდა უსმინოთ. მასწავლებელი მაიკი გეზებთ. რა უნდა ვქნათ? თქვენთან ერთად შემოვალთ და ყველაფერს ავუხსნით. ვეტყვით, რომ ნასტია გაუჩინარდა და ყველანი ერთად ვეძებდით. და წარმოიდგინეთ, ნასტია რომ აქ იჯდეს ბედნიერად, მასწავლებელი მაიკი არ დაგვიჯერებს. ოს ნასტია მე არ მომწონს, ზედმეტად ხშირად გვექცევა ასე. არა, არც ისე ხშირად, ალექსა. ვირთხებო და მასწავლებელი მაიკი ძალიან გაბრაზებულია? კი, ძალიან. ხო, მართლა ძალიან. მადლობა ვირთხებო, სხვა არაფერს ველოდით თქვენგან.იანა, ყურები დაიცავი, ახლა ყრილს გავიგებთ. არა, ლეილა, მაინტერესებს უნდა მოვისმინო. მოკლედ, მეგობრებო, ეს არის ყველანაირი სახლის საწვავი. ო, ბაჭიებო, კარგად გაერთეთ? ბანი და კალათბურთელები ერთად, ყოჩახ? ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ საკუთარ თავს? ნასტია აქ არ არის, მასწავლებელო მაიკ, პრობლემები გვაქვს. ვიცით რომ ორი გაკვეთილი გავაცდინეთ, მაგრამ რაღაც საშიში მოხდა. გაკვეთილის გაცდენაზე ცუდი არაფერი არ არსებობს. და ტიმურ, ეს შენს გიხება. მასწავლებელ მაიკ შეიძლება მეკითხათ. გოგოები დილით სარბენად იყვნენ გამოსულები, როცა ნასტია გაქრა. ხო, და ჩვენ ყველანი მას ვეძებდით. ხო, და ორი გაკვეთილია ვეძებთ. მაგრამ ვერ ვიპოვეთ. გვეგონა რომ სკოლაში მოვიდოდა, მაგრამ აქ არ არის და შეიძლება შარში გაეხვა. და ნასტიას ტელეფონზე დაროგვასცადეთ? კი, მაგრამ ტელეფონი გამორთული აქვს. მასწავლებელო მაიკ, ამის გჯერათ, ეს ხომბროლოდ დადგმაა. დარწმუნებული ვარ, ნასტია მესამე გაკვეთილზე მოვა. გოგოებო, ეს ასაცილო არ არის. ასეთ ყოლს რატომ მოიფიქრებდნენ? იცით რა ბაყაყებო, დაწყნარდით, მართლა დავკარგეთ ნასტია. ლატე უნდოდა და აღარ დაბრუნებულა. ხო, და ჩვენ უკვე მართლა უნერვიულობთ. კარგი მეგობრებო, გაკვეთილი აღარ ჩატარდება. ჯერ ნასტია უნდა ვიპოვოთ. Yes, გაკვეთილი გაუქმდა. აბა გოგოებო, ნასტია ბოლოს სად დაკარგეთ? ჯერ სტადიონზე ვიყავით, შემდეგ პარკში სარბენად. მერე ლატე მოუნდა და გაუჩინარდა. ხო, და შემდეგ ტელეფონიც გამორთო. კარგი, ჯერ მე ნასტიას მშობლებს დავურეკო. თქვენ კიდე მანამდე ნასტიას ნაცნობებს დავურეკით. მასწავლებელო მაიკ, ეგ ჩვენ ვართ. და ჩვენ აქ ვართ, ის კიდე არა. კარგი, რა საჭირო ამდენი არეულობა, უბრალოდ პოლიციას დავურეკოთ და მალე იპოვიან. დიანასაც ხო იგივე დაემართა. კარგი, დიმა, დაწყარდი. ნასტიას მშობლები არ იღებენ. მასწავლებელო მაიკ, მის მშობლებს რა უნდა ვუთხრათ? ეს მისი ბრალია, ლატეს ყიდვა მას უნდოდა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის დამნაშავე, ნასტია აქ არ არის და ჩვენ მისი მეგობრები ვართ, უნდა ვიპოვოთ. მოკლედ, ძალიან დასტრესილი ვარ, არავის უნდა ჩემი ზებრას გუნდში ყოფნა. სწავლინა, იმიტომ რომ შენი განცხადება არავის წაუგითხავს, ვირთხებმა ეგრევე ჩამოხიეს. ადამიანები რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ. ხო, ადამიანები რო გავხდებით, მერე საერთოდ ყველაფერი შეგვეძლება. მეგობრებო, ეს შეუძლებელია. ჩვენ ადამიანები ვერასდროს გავხდებით. სამეგობროში ყოველთვის არსებობს გამაღიზიანებელი და ეგ შენ ხარ აქ საკად. და ისეთი საოცარი რა ვთქვი, უბრალოდ ფაქტია. საკად შენი ფაქტები არავის არ ჭირდება. ისე მე ზომბად ყოფნის წინააღმდეგი არ ვარ, ამ ბოლო დროს მომეწონა. შენ ახლა გახდი ზომბი, ჩვენ კიდე მთელი ცხოვრება ზომბები ვართ და დავიხალეთ. ოხ, როგორი რთულები ხართ. ზიბი და ზიანა სკოლიდან გააკეთეს. დღეს კაფეში მივდივარ, მაგათთან და ვეთქვი როგორი მოსაწყენების ხართ. მომისმინე საკად ზიპს ავუკრძალა, რომ შენთან იმეგობროს. კიდევ კარგი, შენთან ერთად არ ვარ, შენი შეყვარებული არ ვარ. კარგი, რა ზალინა, ახლა არ დაიწყო. თუ შენგან განსხვავებული ვარ, არ ნიშნავს რომ ცუდი ვარ. ზალინა, მე მთლიანად მხარს გიჭერ. და საკად, შენ ჩვენ სახლში შემოსვლა დღეიდან აღარ შეგიძლია. ხო, საკად, მართლა ზედმეტი მოგივიდა. კარგი, მეგობრებო, არ ვიჩხობოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ისედაც ძალიან ცოტა ვართ. ოჩახსუ, ერთი წევრი მაინც მიჭერს მხარს. აი ეს პიცა, აქ რო ვიყოთ ხوار შეგაწუხებთ. არა, საერთოდ არა. ვინმე რამეს ხوار შევკვეთავთ. არა, მეგობრებო, ახლა შეკვეთების თუ არ გვაქვს. ბავშვებო, რაღაც საშინელება დაგვემართა. ნასტია გაუჩინარდა და გვინდა რომ დაგვეხმაროთ მის პოვნაში. 4 გუნდად გვინდა რომ დავიყოთ და ვიპოვოთ. მზად ხართ რომ დაგვეხმაროთ? შეიძლება წავიდეთ. გოგოებო, დაწყნარდით, ასე არ შეიძლება, ემპათია უნდა შეგეძლოთ. მოკლედ, მეგობრებო, პოლიცია უკვე ეძებს ნასტიას, მაგრამ უმჯობესია თუ ძიებას ჩვენ შევერთდებით. მოდით 14 წლად გავიყოთ. მასწავლებელი მაიკ, ჩვენ ჯგუფში ჩვენ და ბაჭია ჩილიდერები ვიქნებით, ყველაზე ძლიერები ერთად. აუ, კალათბურთელებო, ბანიზე გიждებით და ესენი კიდე სულ პრობლემებს იწვევენ. აუ, და ახლა ნასტიას მოძებნაში უნდა დაგეხმაროთ, იქნებ სახლში ზინავს. გოგოებო, იქნებით ჩემთან ერთად.
კომბეშვებო დაწრდით, არ შეიძლება ასეთი სიბოროტე, შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაგემართოთ. მოკლედ მეგობრებო, ასე გავიყოთ. პირველმა ჯგუფმა ნასტია სტადიონზე მოძებნოს, მეორე ჯგუფმა პარკში. მესამე ჯგუფი სკოლასთან ახლოს დაგველოდება და მეოთხე ჯგუფი კიდე ნასტიას სახლში წავა. მასწავლებელო მაიკ, ჩვენ ვართ რომელიმე გუნდში? პიცა, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ. ჩვენ მეგანური სოუსები უნდა გავაკეთოთ. კარინას და მე შეგვიძლია სკეიტით მალე ვნახოთ ყველაფერი. ტომას, რა ტერიტორია, რა სკეიტბორდი, მე ბანისთან ერთად ვარ. კარგი, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვიშდეთ, დავიწყოთ ძებნა. კარგი მეგობრებო, ჩვენ ვიპოვით ნასტიას. კარგი მეგობრებო, მაგრამ სანამ წახვალთ, მანამდე ინსტრუქციები მოისმინეთ, რომ კიდევ ერთი არ დაიკარგოს. გოგოებო, არ მესმის მეგობარი, როგორ დაკარგეთ? თვითონ წავიდა ლატეს მოსატანად. ხო, ჩვენ კი არ დაგვიკარგავს. არა, თქვენ ჯგუფი ხართ და ყოველთვის ერთად უნდა იყოთ. მასკოტ, ჩვენი ბრალია, გავიგეთ, აღარ გჭირდება რომ შეგვახსენო ეს ყველაფერი. ისედაც ნერვიულობთ. ხო, ნერვიულობთ. არა, საკმარისად არ ღებობთ. მასწავლებელმა იქ დაასრულეთ ლაპარაკი, შეიძლება წავიდეთ. არა, მასკოტ, მოიცადე, ჯერ ყველაფერი უნდა უხსნო. აი, მოვედით, ეს არის ჩემი სკოლა და ჩემი სკოლის ავტობუსი. ძალიან მიხარია, რომ გაგიცანი. ჩემი ნომერი ხო ჩაიწერე? კი, ჩავიწერე, შენ ჩაიწერე ჩემი? კი, ჩავიწერე. და შენ მართლა კალათბურთელი ხარ? ხო, ვარ. კარგი, მაშინ კარგად ხვალ გნახავ. აბა, შეხვედრამდე. ვაიმე, რა მაგარი ბიჭია, ყველას შეშურდება. და მოკლედ მეგობრებო, ყოველთვის ერთად იყავით და არ დაგავიწყეთ, რომ ტელეფონი ყოველთვის ჩართული გქონდეთ. მასწავლებელო მაიკ, გავიგეთ, იქნებ ახლა წავიდეთ ნასტიას მოსაძებნად. ხო, დიანა, ნასტიას ვიპოვით. ეს ჩემი მასწავლებელი მაიკის პირობაა. ვა, ყველას მოგესალმებით, რა ხდება აქ, რამე შეკრებაა? ნასტია დაბრუნდა. ხო, თქვი ზუსტად იგივე მოხდა, როცა დიანა დაიკარგა. ერთი ამას შეხედეთ, ვინმე ეჭვებარებოდა? ნასტია, სად იყავი? ვაიმე, ძლივს მოვიდა. ახლა გაუქმდა ძებნა. ნასტია, სად იყავი? გეძებდით. საერთოდ ხვდები რა გააკეთე? ამხელა ამბავია გვატეხინე. მოიცადე ეს რას ნიშნავს? რა პრობლემაა? მე დიდი ვარ. რას დასრული გოგო? პოლიცია ამწამს შენ გეძებს. რა, მასწავლებელო მაიკ, რა პოლიცია? წამოდი ვისაუბროთ ნასტია. აი, ხო გითხარით, მასწავლებელი მაიკი ნასტიას იპოვის თქო. ნასტია, სად იყავი? გესმის რომ გეძებდით, ძალიან ვინერვიულებ შენ გამო. გვეგონა რომ შარში იყავი. ტელეფონი რატომ გამორთე? გოგოებო, არ მისმის რატომ მიყვირით? ჩემ ტელეფონი დაჯდა უბრალოდ. და პირიქით უნდა გიხაროდეთ ჩემ გამო. ძალიან მაგარ ბიჭს შევხვდი. კალათბურთელია და თავისი მანქანა ყავს და კაფეში ვსაუბრობდით. ნასტია, კაფეში ისაუბრეთ? უცნობთან? არ გასწავლეს მშობლებმა რომ სხვას არ უნდა ჩაუჯდე მანქანაში? კარგი, მთავარია ნასტია ვიპოვეთ და ყველაფერი კარგადაა. მასწავლებელმა მაიკმა დედაშენს რამდენჯერ დაურეკა, იცი? და რა, დედა ჩემს სამსახურშია და არ პასუხობს ტელეფონს, როცა მუშაობს. და სხვადასხვა გოგოებო, იცი რას მივხვდი? ჩემ გამო არ გიხარიათ, იმიტომ რომ გშურთ, რომ მაგარი ბიჭი ვიპოვე, თან მანქანა ყავს. გოგოებო, ნეტო ნასტია მართლა სულელია თუ თავს ისულელებს? სულელია. კარგი, გოგოებო, მოდით კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ უცნობის მანქანაში არ უნდა ჩაჯდეს. ხო, წამო. ბავშვებო, რას ფიქრობთ? ნასტიამ სწორი რაღაც გააკეთა? მე ვფიქრობ, რომ არა. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ. კარგი, ახლა მივალთ და ყველაფერს ავუხსნით. თქვენ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. კარგი, აბა მომავალ შეხვედრამდე. კარგად.